პირველ რიგში მოდი მომავალი დღეების შესახებ ვთქვათ, ესე იგი დღესაც ბავშვებთან თქვია სპარაკლისზე და ეხლაც ვიტყვი რომ ეხლა რომ კვირა დღე მოდის, ეს არის აღდგომიდან ესე იგი მერვე კვირა და არის ხოლმე სულთმოფენობის დღესასწაული. სულთმოფენობის წინ ეს არის საუფლო დღესასწაული. აი ისევე როგორც არის სიტყვაზე ამაღლება, როგორც არის საუბრად დიდებით შესვლა იერუსალიმში, ფერისცვალება, ქრისტეშობა თუ სხვა. აღდგომა თავისთავად ცხადია, როგორც ნათქვამია, დღესასწაულთა დღესასწაულია. და წინა დღე სულთმოფენობის, ანუ შაბათ, ეს არის მიცვალებულთა ხსენების დღე. სულის შაბათი, ასე ეწოდება, სულის შაბათი. ეხლა ამას აი რატო ვაკონკრეტებ, რატო ვამბობ, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში ახლა არ გულისხმობ ეკლესიურ ადამიანს, არამედ ზოგადად ვინც შეიძლება ვერ ერკვევა ან რაღაც. ხდება ხოლმე ასე, რომ შაბათ დღეს შეიძლება თავისი მიცვალებული არ გაახსენდეს ადამიანს და კვირა დღეს მიდის საფლავზე. არ ვიცი, რაღაცა ტერმინს ამბობენ ვართფენობას თუ რაღაცას, ეს საეკლესიო ტერმინი მე რამდენადაც ვიცი არ არის. აი და კვირა დღეს გადის ზოგი ადამიანი საფლავზე და რაღაც ყვავილები გააქვს და ასე შემდეგ. ჯობია რომ ყველაფერი აკეთოს ისე როგორც წესი და რიგია. შაბათ, აი როგორ უნდა გააკეთოს აი ამ შაბათ დღეს. უნდა წირვას დაესწროს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. წირვის შემდგომ აღესრულება ხოლმე დიდი პანაშვიდი. ჩვენ ამ შემთხვევაში სოფელში გვიწევს წირვის ჩატარება, რადგან ამ თვეში აქ გქონდა უკვე წირვა მიცვალებულთათვის, რასაც ყოველთვიურად ვატარებთ ხოლმე და ისინიც რო არ დარჩნენ ნუგეშის გარეშე, ჩვენ ამ შაბათს იქ ჩავატარებთ. აქ ახლა ქალაქში მაინც ამა თუ იმ ტაძარში მივა ადამიანი და მოიხსენებს თავის მიცვალებულებს და წირვას უნდა დაესწროს, პანაშვიდში მოიხსენოს თავისი მიცვალებულები და მე შეიძლება საფლავზეც გავიდეს სანთელი აანთოს და იქაც შეიძლება შესანდობარი თქვას, თუ ჩვენი მიცვალებულები ჩვენგან მოხსენებას ელოდებიან. იმედის თვალით შემოხურებენ, რომ ნუგეშია ჩვენი მხრიდან მათი წირვაში მოხსენიება, პანაშვიდში მოხსენიება და მორწმუნე ადამიანი იმას ქვია, რომელსაც წამს, რომ იქ მარადიული სიცოცხლე არის და იმ მარადიულ ყოფობაში ჩვენს გარდაცვლილებს ნუგეში ჭირდებათ და მათთვის წარმოთქმული ლოცვა, სიყვარულით და რწმენით წარმოთქმული ლოცვა არის ნუგეში მათთვის. აი ამიტომაც უნდა იზრუნოს თავის მიცვალებულებზე. რაც შეეხება შემდგომ დღეს, ანუ კვირა დღეს, ეს არ არის მიცვალებულთა ხსენების დღე. თუმცა არც ერთ დღეს არ ეკრძალება არც ერთ ადამიანს საფლავზე გასვლა. თუნდაც ეს იყოს აღდგომის დღე. თუმცა აღდგომა არ არის მიცვალებულთა ხსენების დღე. ისევე როგორც არ არის სულთმოფენობა. სულთმოფენობა არის დღე, როდესაც იერუსალიმში შეკრებილ მოციქულებზე გარდამოვიდა სულიწმინდა და ცეცხლოვანი ენების სახით დაადგრა მათ თავს. და იქ უამრავი ხალხი იყო შეკრებილი იერუსალიმში. დღესასწაული იყო და უამრავი ხალხი იყო შეკრებილი სხვადასხვა მხრიდან მოსული და მათ უკვირდათ როგორ ლაპარაკობენ ისინი, ისე რომ ჩვენ გვესმის მათი ლაპარაკიო, რომელნიც ვართო და ჩამოთვლიან თავის ეროვნებებს, ესე რომ ვთქვათ, მრავალს. როგორ გვესმისო ჩვენო? თან იციან, რომ ესენი უსწავლელი მეთევზეები არიან, გალილეელი მეთევზეები და როგორ იციან ამდენიანაო და სინამდვილეში აქ საუბარია იმაზე, რომ სულიწმინდის მადლმა ისინი აამეტყველა იმ ენაზე, რომ მათ ესმოდათ და ზოგს საერთოდ მთვრალები ეგონა. მაგრამ მოციქულები ამბობდნენ, რომ ჯერო დღის 9 საათი არისო და მესამე ჟამიაო და ეთქობათ მათ ისეთი რამე გაახსენეს, რომ ამ დროს არავინ არ არის მთვრალი ზოგადად, ხო, დილის 9 საათზე
თუ მთრალია, ესე იგი ვერ არის კარგი საქმე და ეკლესიის დაბადების დღე არის. ახალი აღთქმის ეკლესიის დაბადების დღეა სულთმოფენობა. პირველი კრებული სწორედ ეს იყვნენ. მოციქულები და მათთან ერთად შეკრებილი დაახლოებით 120 ადამიანი. როგორც წმინდა წერილი ჩვენ გვაუწყებს. ეს არის ეს ამ დღეების მნიშვნელობა. ეხლა რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ერთი მხრივ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისათვის. განიცით ეს დამოუკიდებლობის დღე, რასაც უკავშირდება 1918 წელს უკავშირდება, მაგრამ მეორე არის კიდე ქრისტიანულად თუ შევხედავთ, პიროვნების თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ადამიანი, აი მაგალითისთვის ვიტყვი, თვითონ მოციქულები იმ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, რომელიც რომაელების მიერ იყო დაპყრობილი. მაგრამ თვითონ ნებებისაგან იყვნენ თავისუფალი. და ვიღაც შეიძლება მაშინ რომის იმპერიაში ცხოვრობდა. ანუ დამონებული კი არ იყო პირიქით, თვითონ დაიმონა სხვები, მაგრამ თავად ყოფილიყო ნებების მონა და თავისუფალი არ ყოფილიყო. შეიძლება ადამიანი საპატიმროში იყოს და თავისუფალი იყოს. და შეიძლება ადამიანი გარეთ იყოს, მაგრამ ის ნებების მონა იყოს და უარეს დღეში იყოს. ესე რომ ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ გათავისუფლდეს ნებებისაგან, გათავისუფლდეს ეგოიზმისგან, ამპარტავნებისგან, გათავისუფლდეს შორისგან, საკუთარი აზრისგან გათავისუფლდეს კიდე. ჩვენ შეიძლება იმდენად ვართ საკუთარ აზრებში გაკერპებული ზოგჯერ, რომ არავის მოსმენა არ გვინდა. გათავისუფლდეს ვერცხლის მოყვარებისაგან. და ყველაფერი იმისგან, რასაც ჩვენ გულში რომ ჩავიხედავთ და გვაწუხებს. აი მაგალითისთვის ვიტყვი, ვიღაც რომ სასმელზე არის დამოკიდებული. აი როგორ არის თავისუფალი? ეგეთ ადამიანს შეიძლება თავისუფალი უწოდო. უფალი ამბობს, რომ ვინცო ცოდვას ჩაიდენსო, ის მისი მონა არისო. ესე იგი ჩვენ იმის მონა ვხდებით. აი არ შეგიძლია იმის გარეშე. ვიღაც შეიძლება თამბაქოს, ვიღაც შეიძლება რაღაცა ნარკოტიკის, ვიღაც უამრავი რაღაცა, ეხლა შეიძლება იმის მონა, ვიღაც რაღაცა უწმინდური ცოდვის მონა იყოს იმის გარეშე, არ შეეძლოს ცხოვრება და დღევანდელ დღეს ხშირად არასწორად არის გაგებული თავისუფლების ცნება. რომ ჩვენ ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ თავისუფლება არის ის, რომ ყველაფრის უფლება მისცე ადამიანმა საკუთარ თავს. მაგრამ თავისუფლება არის ის, რომ აკეთო მხოლოდ ის, რაც არის ღირსეული, რაც არის ღვთისგან ნაუწყები, რომ აი ეს არის კარგი. ანუ რასაც საბოლოო შევაჯამოთ, ღვთის სიტყვა გვეუბნება. და უფალი ამას ამბობს, რომ ვინცო ჩემს სიტყვებს დაიცავსო, ის არის ჩემი მოწაფეო. და ის შეიცნობსო ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაათავისუფლებს მას. ესე იგი, აი, სხვაგვარად რო ვთქვათ, ვინ გათავისუფლდება, ვინც ცდილობს, რომ ღვთის სიტყვის მიხედვით მოაწყოს თავისი ცხოვრება, ღვთის მცნებისამებრ იცხოვროს. და ვინც ეცდება, რომ ღვთის მცნებისამებრ იცხოვროს, ის აღმოაჩენს, რომ ბევრი რამ აქვს შესაძლებელი. მაგრამ ამას თავისით ვერ შეცვლის. ამას სჭირდება საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა, იგივე აღსარების თქმა, იგივე ზიარება. ეს ყველაფერი იწყება თავის დაუწყადია ნათლობით. ნათლობის გარეშე სხვა საიდუმლოებაში მონაწილეობას ადამიანი ვერ ღებულობს, იმიტომ რომ არ არის ეკლესიის ნაწილი, ეკლესიის წევრი არ არის და აი ამ ყველაფერს კიდე ადამიანი საკუთარი თავისთვის აკეთებს. არა ვინმესთვის, სხვისთვის, ჯერ საკუთარი თავისთვის. ვიღაცა შეიძლება ბევრი არაფერი არ ქონდეს, მაგრამ ის სრულიად თავისუფალი იყოს და ბედნიერი იყოს ამ მხრივ. ვიღაცა შეიძლება ბევრი რამ ქონდეს და ზუსტად იმ ბევრი რამის მონობაში ამოყოს თავი. იმ ნივთების მოყარეობაში თუ იმ სიმდიდრის მოყარეობაში თუ სხვა.
და ბედნიერი ის არის, ვინც გათავისუფლდა. ეკლესიური ცხოვრება, სწორედ როგორც ამბობენ წმინდა მამები, ეს არის ნებებთან ბრძოლა. აი ნებებთან ბრძოლა. ამიტომაც ეწოდება, ნახეთ, აი ჩვენ ადრეც თქვით, რომ მიწაზე მყოფ ეკლესიას ეწოდება მებრძოლი ეკლესია. უპირველესად თავის ნებებთან იბრძვის. ნებებს კი არ ამართლებს, რომ ეს ასე უნდა იყოს. და მე ამ ნებებს არამც თუ ამართლებს ხოლმე, არამედ ესე იგი დღეს როგორ არის, აი გინდათ ის სოდომური ცოდა, კი არ ამართლებენ მხოლოდ. არამედ უნდათ რომ წარმოაჩინოთ თითქოს ეს უკეთესია. და თითქოს ამისი დაშლა, რომ ვინმე დაუშალოს, ეს არის დანაშაული. არის ქვეყნები, სადაც იმის გამო, რომ შენ ამას ვიღაცაზე იტყვი, რომ ეს არ იქცევა სწორად და ეს არ შეიძლება და ცოდვა, შენი მდგომარეობა შეიძლება პატიმრობამდეც მივიდეს. ეს ძალიან რეალური ამბავია. აი, როდესაც შენ ამაზე ხმამაღლა იტყვი. ხო და წუთი სოფელი ასე ფიქრობს, რომ ნებები უნდა გაამართლოს. მაგრამ ქრისტიანი ადამიანი, ვისაც ჭეშმარიტად გათავისუფლება სურს, კი არ ამართლებს ამ ნებებს, არამედ ცდილობს, რომ ეს ნებები განიკურნოს. კი არ იმშვიდებს სინდის რაღაცით, კი არ გააყუჩებს სინდის, არამედ კურნალობს, რომ ეს ნებები აღმოიფხვრას. შეიძლება რაღაც დაავადება გქონდეს და გამოყუჩებელი დალია, მაგრამ გამოყუჩებელი პრობლემას ხომ არ აგვარებს. სინდისი დაიმშვიდო, ვითომ აი ისიც ეგრე აკეთებს. დღეს სხვა დროა, სხვანაირად არ შემიძლია და ასე შემდეგ. ეგ ნიშნავს, რომ შენ რაღაცით ცდილობ, რომ გამოყუჩებელი მიიღო, მაგრამ ეს პრობლემას არ აგვარებს. პრობლემას აგვარებს კურნალობა. ამ შემთხვევაში საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა. და თუ ადამიანი აი ამას არ აკეთებს, ეკლესიური ცხოვრების წესით არ ცხოვრობს, ვერც მონასტერში და ვერც ოჯახურ ცხოვრებაში ის ვერ ნახავს სიხარულს და ბედნიერებას ვერ ნახავს. იმიტომ რომ ძირითადად ეს ორი გზა არსებობს. ან მონაზნობისა, ან მარტო ცხოვრებისა, მონაზონი მარტო ცხოვრებს ნიშნავს და ან ქორწინებისა. და ორივე შემთხვევაში ესე იგი დანიშნულება და მიზანი არის, რომ ნებებისაგან განიკურნოს ადამიანი, საბოლოო ჯამში განიღბთოს ღვთის მადლით და ცხოვრდეს. აი ორივე გზის მიზანი ეგ არის. ქორწინების მიზანი არ არის გამრავლება. აი რო ვთქვათ, რომ მიზანი არის გამრავლება, ეს ცდარი იქნება. ორივე საბოლოო მიზანი არის სულის გადარჩენა. გინდა ქორწინება იყოს და გინდა მონაზნობა იყოს. ამიტომაც აი ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, რომ რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი მოვლენაა, რომ სახელმწიფო გათავისუფლდა, მაგრამ ნახეთ 50 ფსალმოს ჩვენ ხშირად ვკითხულობთ და ზოგჯერ დღეში არაერთხელაც. იქ არის ასეთი სიტყვები: სულითა მთავრობისათა დამამტკიცემეა. გახსოვთ, სულითა მთავრობისათა დამამტკიცემეა. ეს რას ნიშნავს? მთავრობის სული, ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, ხელმწიფების სული. რომ ადამიანი საკუთარ თავზე ხელმწიფობდეს, მთავრობდეს, საკუთარ თავს ფლობდეს. იგივეა თავის უფალი, საკუთარი თავის უფალი, ანუ საკუთარი თავის ბატონი. საკუთარი თავის ბატონი უნდა იყოს. ნებების ბატონი კი არა, არამედ საკუთარი თავის ბატონი უნდა იყოს. ისედაც ადამიანი ნახეთ როგორ არის მოწყობილი. საერთოდ მუცელში წმინდა მამები მოიაზრებენ ყოველგვარ სიამოვნებას ხოლმე. აი რო იტყვია ხოლმე მუცელს დამონებული ადამიანია. ეგ მარტო ჭამას მასზე კი არ არის საუბარი, არამედ ყოველგვარი სიამოვნება, რაც შეიძლება არსებობდეს. ხო და ადამიანს ნახეთ როგორ არის, ჯერ მაღლა გონება დგას, შემდეგ გული, ბოლოს მუცელი. პირიქით ხო არ არის ადამიანი, რომ თავში მუცელი იყოს და მაგრამ ზოგ შემთხვევაში ჩვენ პირიქით
ამოყირაებულები დავდივართ ხოლმე, რომ მუცლის ჭკუაზე დავდივართ. აი, როგორც გესიამოვნება, მე ისე უნდა მოეწყოს ყველაფერი. სინამდვილეში ეგრე არ არის. სინამდვილეში ასეთი იერარქიულობა არსებობს. პირველ რიგში დგას გული დგას, მაგრამ რადგან ადამიანის გული დაზიანებულია, წმინდა მამები ასე ამბობენ, რომ გული არისო დიდი გონებაო და გონება არის მცირე გონებაო და გული რადგან დაზიანებულია, გონება როგორც დარაჯი უნდა იდგეს გულის კართან, რომ გულში არ შეუშვას ის, რაც მას დააზიანებს. უნდა დარაჯობდეს გონება, უნდა იფიქრო შენ რა უკეთესია რა. და მე ამ გულმა და გონებამ უნდა განაგონ მთელი ადამიანის ცხოვრება ისე, როგორც ღვთის სიტყვა ასწავლის მათ. და მოციქული პავლე ამბობს, რომ მე რომელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს, მე ვიციო, ესე იგი ღვთის რჯულიო და მე ვამოწმებ, რომ მომწონს და მინდა რომ შევასრულო ახაც და თანამედროვე სიტყვებით ვამბობ. მაგრამ ჩემი სხეულის ასოებში, ანუ ჩემს თავში ვხედავ ცოდვის რჯულსო, ანუ ადამიანს რომ დაცემული ბუნება აქვს. ანუ მე კი მინდა რომ შევასრულო ეს და კარგი გავაკეთო, მაგრამ მაინც ცუდს ვაკეთებ. და ვინ მიხსნისო მე ამისგან? ანუ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თვითონ კი ვერ გააკეთებს. ესე იგი, ადამიანმა რომ ბოლომდე რჯული შეასრულოს, ეს შეუძლებელი. მაგრამ ადამიანის მხრიდან მცდელობა რჯულის შესრულებისა, ეგ უკვე ნიშნავს სურვილს, რომ ღმერთთან ერთად იყოს. და რაც კაცისთვის შეუძლებელია, იმას ღმერთი შეასრულებინებს. ღმერთი გააკეთა, ღმერთი აცხონებს. ჩვენ არ შეგვიძლია ვცხონდეთ, იმით რომ რჯული შევასრულოთ, იმიტომ რომ ამას ვერ შევასრულოთ. ერთადერთი ვინც რჯული შეასრულა, ეს იყო თავად ადამიანად მოსული ღმერთი, იესო ქრისტე, ვინც ბოლომდე აღასრულა ეს რჯული. ადამიანთაგან არავის არ აღასრულებია, როგორი დიდიც არ უნდა ყოფილიყო. და საბოლოო ჯამში გამოდის ის, რომ ჩვენი არის მცდელობა, გადაწყვეტილება, არჩევანი, რომ ღვთისათნოთ ვიცხოვროთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი მაცხოვარი არის უფალი იესო ქრისტე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ახლა თუ მხოლოდ ვიტყვით, რომ აი გვწამს, რომ ეს ასეა და ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ, ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვწამს, იმიტომ რომ სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარია. შეუძლებელია ადამიანს წამდეს და ანუ ვისაც როგორ წამს, ისე აკეთებს. იმიტომ ამბობს მოციქული იაკობი, რომ მიჩვენე შენი რწმენა შენი საქმეებით და მე გიჩვენებ ჩემს რწმენას ჩემი საქმეებით. ახლა თუ დავუშვათ ისტორიას რო გადავხედავთ, ვისაც როგორ წამდა, ისეთი საქმეები აკეთა. მათ საქმეებში ჩანს მათი რწმენა, როგორ წამდათ, რა დარჩა მათგან. ახლა ვიღაც თუ მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა, თავის სიამოვნებაზე და ვიღაცამ სამშობლოსთვის თავი გაწირა. შეიძლება ორივე ამბობდა, რომ წამს, მაგრამ ხო ჩანს მათ საქმეები. დღესაც ჩვენ გავიგონებთ ხოლმე, რომ აი მე ძალიან მორწმუნა ვარ, აი ასე მწამს, ისე მწამს და გამოჩნდება, რომ არც მარხულობს, არც ლოცულობს, არც ახსარებას ამბობს, არც ეზიარება, აბა მაშინ რას წამს? სადღაც რაღაც არსებობს, ეგ ყველას წამს. მაგრამ რწმენა ის კი არ არის, რომ წამდეს რომ ღმერთი არსებობს. რწმენა ის არის, რასაც ღმერთი გეუბნება. ის კი არ არის, რომ მხოლოდ დაიჯერო, რომ ამას ღმერთი გეუბნება. ახლა მშობელი რაღაცას გეტყვის. კი გჯერა, რომ ის მშობელმა თქვა, მაგრამ დაჯერება ის არის, რომ გეტყვის და იმას გააკეთებ. ღვთისადმი დაჯერებას და რწმენაც ეგ არის. რასაც ღვთის სიტყვა გეუბნება, იმის გაკეთებას რო ეცდები. ამას სხვანაირად რწმენა რას ქვია? ეგრე მაშინ ეშმაკი ყველაზე დიდი მორწმუნე იქნებოდა. მან ყველაზე მეტად იცის, რომ ღმერთი არსებობს. ისიც იცის ღმერთმა რა თქვა. წმინდა წერილში რა წერია, ჩვენზე მეტად იცის და ზედმიწევნით. მაგრამ რწმენა ის არის, რაც მან თქვა, რაც უფალმა თქვა. იმის ნათქვამის შესრულებას რომ დაიწყებ.
რამდენადაც შეგიძლია და რასაც ვერ აკეთებ, იმას ნანობ, იმაში შემწეობას თხოვფას. აი გარის რწმენა, მაგაში უნდა გამოჩნდეს რწმენა და თუ ეგ არ არის, მაშინ ადამიანი ტყუილად გაიძახის რომ წამს. ესე რომ აი მე გისურვებთ რომ ამ ყველაფრისაგან უნებებისაგან გავთავისუფლდეთ, რომელიც ჩვენში ნამდვილად არის, ესე იგი. ყველას თავისებური უნება გვაქვს, ხა ყველას ერთნაირი არ გვაქვს თავისთავად ცხადია. მაგრამ ეშმაკი დახელოვნებულია და ჩვენ ზოგჯერ ვცდილობთ, რომ ჩვენი უნებები გავამართლოთ. და როდესაც ადამიანი ამას ცდილობს, ის უკურნებელი რჩება. ან კიდევ ასე რომ აკეთებს. თავშეთ აი ხო არის რაღაცა მკურნალობას რომ გამოგიწერენ და თავშეთ ერთი კვირა რაღაცა წამალი უნდა სვა. და თავშეთ ერთ დღეს თუ დალევ, მე კიდე 5 დღის მერე დალევ. მე 1 თვის მერე დალევ და ესე ხო ეს ხომ მკურნალობა არ არის. და ჩვენი მკურნალობა რა არის? უნდა ხშირად ეზიარო, 1 თვის განმავლობაში კი არა, ბოლო ამოსვლა თქონდა. აი ეს არის ჩვენი მკურნალობა. მაგრამ ჩვენ ზოგჯერ ასე ვართ, რომ ხან მოვალთ, ხან არ მოვალთ, ხან 1 წლის მერე მოვალთ. ყველას არ ეხება თავისთავად ცხადი. აი ამ თანმიმდევრულობასა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისე რომ თან აი მით უმეტეს ადამიანს ამის შესაძლებლობა აქვს. ზოგიერთი აჰა სად არის? რუსთავიდან ჩამოვიდა. აი სამოელე, ვიღაც თბილისიდან ჩამოვიდა. ვიღაც აქ თუ ცხოვრობს 100 მეტრში და ვერ ახერხებს რომ მოვიდეს, ვერ ახერხებს არა ობიექტური მიზეზების გამო. არამედ რაღაც ხვის და ეს რაღაც ხვა არის სიზარმაც, ან ურწმუნოება, ან დაუდევრობა. აი სხვანაირად როგორ შეიძლება? ნახეთ უფალი რო ეუბნება ვიღაცებს რომ მე თქვენ არ გიცნობთ. როგორ უფალო განა იესო ქრისტეზეალო განა შენ ჩვენ უბანში არ მოდიოდიო შენთან ერთად არ ჭამდით და სამდითო განა შენ არ გვასწავლიდიო და არ გიცნობთ თქვენ ეს მე ანუ ეგ იმას ნიშნავს რომ შეიძლება ჩვენს უბანში ტაძარია მაგრამ ხანდახან თუ შეივლი ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენ უკვე რაღაცა არამედ ამას ჭირდება გულმოდგინება გულმოდგინება ჭირდება. მერთმა მოგვანიჭოს გულმოდგინება. ისეთი მაინც, როგორიც ხორციელ საქმეებში ვარ. ეგეთი გულმოდგინება რო გქონდეს, აყვავდება ჩვენი სულიერი მდგომარეობა, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა არის ასეთი, ძირითადად. ხორციელად ვცდილობთ ყველაფერი ზედმიწევნით ვაკეთოთ და სულიერად მხოლოდ ვაფიქსირებთ, რომ ვარსებობთ. აი საუკეთესო დროს და ენერგიას ადამიანი დაუთმობს ხორციელ საქმეებს და ღმერთს მიუყრის ნარჩენებს. ზოგ შემთხვევაში ნამდვილად ესე გამოდის, რომ ღმერთს მიუყრის ნარჩენებს. აი სიტყვაზე ამბობ, ერთი პატარა მაგალითი. დავუშვათ ადამიანმა იცის რომ მორწმუნეზე ალაპარაკი, რომ აი წმინდა წერილი უნდა წაიკითხოს. წმინდა მამათა ნაწერები წაიკითხოს, ილოცოს, ზოგი ფსალმოს კითხულობს, ზოგი რაღაც. როდის არის ყველაზე მეტად შესაძლებელი, რომ სწორად ილოცოს ადამიანი? ალბათ ყველაზე მეტად დასვენებული მაინც დილით არის. კიდევ გააჩნია ჩვენი ცხოვრების წესი, ზოგი ასე, ზოგი ისე, მაგრამ ხო ყველა მიცის, რომ საუკეთესო დრო როდის არის. ჩვენ შეიძლება დილიდან ისე ჩავეფლოთ საქმეებში, რომ აი დღის ბოლოს გაგვახსენდეს, რომ თურმე რაღაცა ეს პირადი კანონის შესასრულებელი გვაქვს. და მე რა ხდება? ჩვენ ისე ვართ გადაღლილები, რომ ჩვენი ენერგიის თუ დროის ნარჩენებს უთმობთ იმისთვის, რომ ღმერთს ღვთის წინაშე ვილოცოთ. ან კიდე მეორე შემთხვევა. უამრავი სახლი მინახავს მე პირადად, რომ შეიგე, სიტყვაზე ამბობ, ხატების კუთხე, რომელსაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს სახლში. და ვერ მოიძებნა ხატების კუთხისთვის ისეთი ადგილი, რომ აი რაღაც ნორმალური იყოს. ხან კარებშია გასასვლელში, იქ რო ვერ დადგები და ვერ ილოცებ. ხან
ისეთ ადგილზეა, რომ სულაც არ არის აღმოსავლეთის მხარეს. არ ვამბობ ობიექტურ მიზეზებს, ვამბობ, რომ შესაძლებელია იქ ყოფილიყო, მაგრამ იქ სადაც ხატები უნდა ყოფილიყო, ხშირ შემთხვევაში არის კარგი დიდი მონიტორი, ტელევიზორი, რაღაც ისეთი. და ეგ თქვა ზუსტად წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველმა. ეს წმინდანი ცხოვრობდა მაშინ, როდესაც ტელევიზორი არ იყო გამოგონილი. და მან ასეთი რამ თქვა, სადაც უწინ ხატების კუთხე იყო, გამოიგეონებენ შავ ყუთსო და ის დაიკავებს მის ადგილს. ნუ ხა ყუთები აღარ არის, თხელი ეკრანებია, მაგრამ თავიდან რო გამოიგონეს კი იყო ყუთები. ხო და ეგ თქვა მაშინ. და რო დავაკვირდეთ ახლა ჩვენს ოჯახებში. თავარი ადგილი რას უკავი, რო ყველამ უნდა უყუროს, ყველამ დაინახოს ტელევიზორი. ანუ როგორი გათვლა გაქვს ტელევიზორს რო კიდევ, რო ყველა მხრიდან უნდა ჩანდეს. ნუ დაახლოებით ესეთი გათვლა. სინამდვილეში ესეთი უნდა იყოს ხატი. ნუ ყველა მხრიდან უნდა ჩანდეს. სიტყვაზე ვამბობ, ერთად ახლა ყველა ოთახიდან კი არა, იმ ოთახიდან. ყველაზე უფრო ძირფას ადგილზე. ხო და აი აქაც ჩანს, რომ ჩვენ საუკეთესო არ დავუთმეთ ღმერთს. არა და ღმერთი მხოლოდ საუკეთესოს იწირავს. და თქვენ ძალიან კარგად იცით აბელისა და კაინის შემთხვევიდან. მხოლოდ საუკეთესოს იწირავს. ის ამბობს, რომ პირველი მცნება არის, რომ მთელი გულით უნდა გიყვარდეს, მთელი სულით, გონებით, ძალით. ის არ ამბობს, რომ ნახევარი გულით უნდა გიყვარდეს, ან ნარჩენებით. ხო და ამიტომ აი ჩვენ გულებში თუ ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ღმერთს არ უთმობთ საუკეთესოს. და რასაც საუკეთესოს არ უთმობ და რამდენსაც უთმობ, ესე იგი იმდენად ძვირფასია ის შენთვის. რატომ მოხედა აბელს და მის ძღვენს? იმიტომ რომ აბელის ძღვენით გამოჩნდა აბელის გული რა დამოკიდებულებაში იყო ღვთის მიმართ. და კაინმა რომ ესე იგი მიუტანა ის რაც მიუტანა, იმ მიტანიში კი არ იყო საქმე. არამედ ის მიტანილი გამოხატავდა კაინის გულის მდგომარეობას. და აბელმა საუკეთესო მიართვა, ნათავარი ცხარი მიართვა. იქ ცხარში და ბოსტნეულში და რაღაცაში კი არ იყო საქმე. ეგრე რომ ყოფილიყო, მაშინ ნახეთ მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად იქ რომ ზის შესაწირის ყუთთან და მრავალმა მდიდარმა მრავალი შესწირაო და ქვრივმა ქალმა 2 ლეპტა შეწირა. ჩვენ ფულზე ალბათ 2-5 თეთრიანი. და უფალმა თქვა, რომ აი ამან ყველაზე მეტი შეწირაო. რადგან უცხოებმა მოჭარბებულისგან შეწირესო და ამო ყველაფერი რაც ჰქონდა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, უფალი არ იწირავს სიუხვის მიხედვით. უფალი იწირავს გულის სიუხვის მიხედვით. ან მატერიალური სიუხვით კი არა, გულის სიუხვის მიხედვით იწირავს. და ეს ისეთი რამეა, რომ ჩვენ შეიძლება ვიღაცამ ტაში დაგვიკრას, რომ ნახე რა კარგი დიდი საქმე გააკეთა. და შენ ზუსტად იცოდე შენს გულში, რომ ეს დიდი საქმე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ესე გამოჩნდა. მაგრამ შეიძლება ზოგ შემთხვევაში ვიღაცამ თქვას, რომ შენ ყველაზე ცოტა გააკეთ, მაგრამ ეგ იყოს ყველაზე დიდი. ისე რომ ეგ არ განისაზღვრება იმით, ვინ რა დაინახა. ეგ განისაზღვრება იმით, ღვთის წინაშე ჩვენი გული როგორი იყო და ამას სინდისი ზუსტად გეუბნება ადამიანს. თუ სინდისი სწორად და ჯანმრთელად მუშაობს. ხოდა აი ეს არის ის გზა, აი სინდისთან სწორი ურთიერთობის გზა. არის ის გზა, რაც არის ადამიანისათვის გადამრჩენელი. იმიტომაც ამბობს უფალი, რომ შეურიგდიო შენს მოწინააღმდეგესო, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ეს სინდის უკავშირდება. შეურიგდი შენს მოწინააღმდეგეს, სანამ შენ მასთან ერთად გზაზეთ გახარ და სასამართლოში მიდიხარ. რომ იქ მერე პრობლემები არ შეგექმნას, მოკლედ რო ვთქვა. შეურიგდი რას ნიშნავს? აი როგორ შეურიგდები, შენ რომ მოპარვა გინდა და სინდისი გეუბნება, რომ არ უნდა მოიპარო. როგორ შეურიგდები შენ, თან მოპარვა გინდა და თან გინდა რომ სინდისი მშვიდად გქონდეს, როგორ ვერ შეურიგდები? ვერ მოისყიდი სინდის. უნდა შეურიგდე ერთადერთი გზით ეს არის, რომ
შენდობა ითხოვ და აღარ გააკეთო ის, რის გამოც სინდისი გამხელს. და ეს მოგიტანს უსაფრთხოებას სულიერათაც და ხორციელათაც. აი დღეს ბავშვებსაც ვესაუბრებოდი, ანდაზებს ამბობდნენ და შორიგზიდან მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო. შორიგზა ის არის, რომ იშრომო, შენთვისაც კონდეს და ცოტა გვიან მიაღწიო იმას, რაც გინდოდა. მაგრამ უსაფრთხოა ეს გზა, არალია, უსაყვედუროა, დაწვევი, მშვიდად დაიძინებ, კარსაც ღიას დატოვი და არაფრის შეგეშინდებ. მაგრამ აი თუ მოიპარავ, სინდისის დაგამძინებს, ვერც კარს დატოვებ ღიას და ვერც ისე ვერ დაიძინებ, როგორც ის დაიძინებდა. მაგრამ ეს მოკლე გზა, უცბად არის, მოიპარავ, წაართმევ, საკურლად მოიპოვებ. მაგრამ ეს შენ სიხარულს არ მოგანიჭებს, არა და გეგონა, რომ აი გექნებოდა და სიხარულიც იქნებოდა. არ გექნება. იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობ ღვთისგან შექმნილ სამყაროში და ამ სამყაროში მისი წესები მოქმედებს და არა ჩვენი. როგორადაც არ უნდა მოინდომო, ამას შენ ვერ შეცვლ. ამიტომ აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სანამ გზაზე დგეხარ, ანუ სანამ ცოცხალი ხარ ხორციელად, ეგ ნიშნავს, რომ გზაზე დგეხარ. სულ რომ ბოლო ამოსუნთქვა გაიყოს დარჩენილი, იქაც შეიძლება კაცი გადარჩეს და ცხონდეს. მაგრამ ვინ იცის, რომ ამის გარანტია გვექნება ჩვენ, რომ აი ბოლო ამოსუნთქვაში მოვიქცევით ჩვენ ღვთისკენ და შევინანებთ და გადავრჩებით. ეგ არავინ არ იცის. ამიტომ როდესაც უფალმა მოგიწოდა, მაშინ უნდა გაყვე. და როდის მოგვიწოდა უფალმა? აი, როდესაც თავში აზრი მოვიდა, რომ მარხვა ხო არ შევინახო. და ვისგან იქნება ეგ აზრი? ეშმაკი მოგაწვიდა, რომ მარხვა ხო არ შეინახო? ესე იგი, ღმერთმა მოგიწოდა. და როდის მოგიწოდა? ახლა მსოფლიო ჩემპიონატი იწყება ფეხბურთში. რატო გამოიძახა მწვრთნელმა ესა თუ ის ფეხბურთელი? იმიტომ რომ ჩათვალა, რომ ეხლა ეს მზად არის ამ შეჯიბრებისთვის. და რატო მოგიწოდა უფალმა? იმიტომ რომ ჩათვალა, რომ შენ ეხლა უკვე შეგიძლია მარხვის შენახვა. რატო მოგივიდა თავში აზრი, რომ წახვიდე და სიკეთე გააკეთო? ესე იგი, შენ ეხლა მზად ხარ და თუ არ დაიზარებ და გადადგავ ამისკენ ნაბიჯს, ეს გამოგივა. რატო მანამდე არ მოგივიდა იგივე აზრი, რომ ეს გაგეკეთები? აი სანამ არ გქონდა ეგ აზრი. ხო, რა იწყიან ხოლმე თავში აზრათაც არ მოსვლია, რომ მე მარხულაო, ხო არის ეგ? იმიტომ რომ უფალმა იცოდა, რომ შენ არა ხარ ჯერ ამისთვის მზად. აი როცა მზად ხარ, მაშინ დაგიძახა. მაგრამ თუ დაგიძახა, ანუ მოგიწოდა და შენ არ მიყვები, მაშინ უკვე სხვა ამბავია. ეგეთი ამბავია. აღარ იმარხულებიან? რატო? თუ სინდის მიაყურებენ, ეგ აზრი მოუვათ თავში. მაგრამ თუ ეცდებიან, რომ სინდისის ხმა ჩაახშონ, მოახერხებენ როგორღაც. ეგ აზრი მათზე არ არის დამოკიდებული, მოუვათ თუ არა. აზრი ისეთი რამე, ახლა არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ გვინდა რაღაც მოგვივიდეს აზრად, მაგრამ მაინც მოდის. აი სიტყვაზე ვამბობ. აი მაგალითად სიტყვაზე შენ არ ილოცე ძილის წინ და დაწექი უნდა დაიძინო. არ მოგდის აზრები, რომ ჯობდა გარიყავი და გელოცა. შენ არ გინდა რომ მოგივიდეს, იმიტომ რომ გაწუხებს სინდისი ეგ აზრი რომ მოგდის. შენ გისჩევნია ეგ აზრი არ მოდიოდეს. მაგრამ რა კარებს ჩაკეტავ და ღვთისგან აზრი აღარ მოგივა? თვალის დაიფარებ თავზე თუ ყურსასმენებსგან, მაინც მოგივა. მაგას ვერ შეაჩერებ. ხოდა ვერც იტყვი რომ არ ვიცოდიო, ხო მოგივიდა აზრი. აი მაგაშია ზუსტად საქმე. შეიძლება მოუვიდეს ადამიანს მაშინ ესე და არ თქოს, ანუ მე ვერ გავიგო. არა, ჩვენ გავიგებთ თუ არა, მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის მისი და ღმერთის დამოკიდებულება, რომელთა შორისაც ვერავინ და ვერაფერი ვერ ჩადგება. თუ თავად არ ინება ადამიანმა. ხოდა
იმიტომ ვამბობ, რომ შეიძლება ჩვენ ყველას თვალში ძალიან კარგი ვიყოთ, მაგრამ შენ იცოდე, რომ ის გეუბნება, რომ აი მილიონი კაცი დგას და მხოლოდ ერთმა იცის, რომ შენ დამნაშავე ხარ რაღაცაში. ხალხი დგას, ტას გიკრავს და შენ იმისკენ გახედვა არ გინდა. იმიტომ რომ ის განიშნავს, რომ ეგრე არ არის საქმე, ამათ რო იციან. ეს მინდა, შენ არ გინდა იმისკენ გაიხედო, მაგრამ სინდისისკენ რა გახედვა უნდა, ის გამოიხედავს შენსკენ. ხო და ვერ დაუძვრები. ერთადერთი ისაა, რომ იმისკენ გაიხედო და თქვა, რომ აბატი, მართალი ხარ, შენ მართალი ხარ. აი ეგეთი ამბებია. მაგას ვერავინ ვერ მოატყუებს. წმინდა პაისი ათონელი ამას წინათ კითხულობდი, ამბობს ასეთ რაღაცას. ჩვენს მიერ ჩადენილ დანაშაულს თუ შეცდომას ცოდვას სინანული ანაზღაურებს. ანუ შეიძლება 10 წელი რაღაცას ცუდად აკეთებდი და იმას წელს ახლა უკან ვერ დააბრუნებ, დროს უკან ხო ვერ გადაწე. ეს ხო არა რომელიღაცა ტელევიზია გადაახვიო უკან და ახლა თუმცა რომ გადაახვიო მაინც იგივე არ მოხდება. ხო და მაგრამ სინანულის შემთხვევაში იმას აანაზღაურებ, რასაც ვერ აკეთებდი. ახლა ეს სიტყვაზე ვამბობ. ხო არის რომ აი დავუშვათ ანა ახალგაზრდა გოგონა 15 წლის ხან 16-ის. ანას ხო შეუძლია როგორც ვამბობთ ხოლმე არაერთხელ გითხოვს რომ უკვე დაიწყოს თავის შვილის აღზრდა. იმით რომ როგორი თვისებებიც უნდა რომ კონდეს შვილს, ჯერ საკუთარ თავში გამოიმუშაოს. დავუშვათ ვიღაც თუ უკვე დაოჯახებულია და 10 წლის შვილი ყავს, გახსოვთ 2 წლის ბავშვი, 2 დღის ბავშვი რომ მიიყვანა ბრძენთან ახალგაზრდა დედამ და მასწავლე როგორ აღზარდოა და ბრძენმა უთხრა დაგვიანებულიო. დაგვიანებული რატო იყო? იმიტომ რომ ანას ასაკში არ დაიწყო იმის აღზრდა. არამედ როცა შეეძინა მერე დაიწყო და დავუშვათ უკვე ესე მოხდა რომ დაგვიანებული. მაგრამ აი იმ დაგვიანებულს სინანული შველის. რომ ნეტავი აქამდეც გამეკეთებინა. და შენდობა ითხოვ რომ რატო აქამდე არ ვიზრუნე რომ ესე გამეკეთებინა. სხვა შემთხვევაში ეს რომ ასე არ იყოს, რასაც მინდა პაისი ათონელი ამბობს. რაღა უნდა გაეკეთებინა ჯვარცმულ ავაზაკს. რაღაც მოასწრებდა. მაგრამ ის ჯვარზე გაკრულიც ხონდა. აი სინანული რახელა ძალა აქვს. შენ შეიძლება აქამდე ვერ გააკეთე ის რაც უნდა გაეკეთებინა. მაგრამ სინანულის ხარისხი თუ მაღალია, აი გარი ზუსტად მაცხოვნებელი. ისე რომ ვერავინ ვერ იტყვის რომ ანუ სინანული რა არის? აი სინდისთან შერიგება. და ვერავინ ვერ იტყვის რომ მე ამის დრო არ მქონდა რომ სინდის შევრიგებოდი. ამას დრო კი არ ჭირდება. ამას ჭირდება განწყობა და მონდომება და გადაწყვეტილება. თორე რა დრო ქონდა ავაზახ, სულ რამდენი ხანი იყვნენ ჯვარზე გაკრულები. მაგრამ აი იმ დროში მან მოასწრო და ეს გააკეთა. ხო და ისე რომ აი რატო დუმდა გახსოვთ სახარებაში რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ის კაცი რომ დუმდა. ის ჩვენ ჯარი წერია რომ ჩვენ ვიყოთ, მაგრამ თითოეულს აქვს ეს საშიშროება რომ შეიძლება ჩვენ ვიყოთ. გაგახსენებთ რაზეა ლაპარაკი? უფალე ამბობს ერთ-ერთი იგავი მეფის ძის ქორწილის შესახებ, რომ ერთმა კაცმა თავის ძეს ქორწილი გადაუხადა და აღმოსავლური ტრადიცია ალბათ ასე იყო, როგორც ჩანს სახარებიდან, რომ საქორწინო სამოსი უნდა სცმოდათ და ისე შესულიყვნენ. და ეკითხება ერთ კაცს, რომელსაც არ აცვია საქორწინო სამოსი, როგორ შემოხვედი აქო, რომ არ გმოსიაო საქორწინო სამოსიო. და ეს კაცი დუმს ვერაფერს ვერ ამბობს და მეფე ეტყვის რომ გაიყვანეთო და გააგდეთო გარეთ. ანუ ეგ ჩვენზე ადამიანებზე ლაპარაკი რომ აი უფალმა რო გკითხოს ახლა დავუშვათ მე მე-9 კლასში ვიყავი რომ ეკლესიური ცხოვრება დავიწყე და აი რომ გკითხოს რომ ამდენი ხანია რომ ეკლესიურად ცხოვრობ და აჰა უკვე სასულიერო პირი ხარ, რატო არა გაქვს სათნოებები? და მე რას ვეტყვი რატო არ მაქვს? ანუ
ეგ ნიშნავს, რომ შენ ყველანაირი შესაძლებლობა გქონდა, რომ ეს გქონოდა და რატო არ გაქვს? ხო და ამ დროს ადამიანი რატო დუმს? აი სადღაც რომ უნდა თქვას, რომ აი იმიტომ არ მაქვს, ამიტომ რაღაც რომ უნდა მოიგონოს. აი რო იტყვის, რომ ეს რომ აქ კი არა, აი აქ დებულიყო, მექნებოდა და გაიხედავს და მართლაც იქნებს. ანუ გაახსენდება, რომ თურმე მართლა ეს ასე იყო. როგორც ყველაზე საუკეთესოდ იქნებოდა. ანუ ღმერთმა ყველაზე საუკეთესოდ მოგიმართა ხელი. და ამიტომ ამბობს წმინდა პაისი ათონელი, რომ ყველაზე დიდი უმადურობა ღვთის მიმართ ეგ იქნება, რომ თუ ჩვენ ვერ გადავრჩით, ვერ ცხონდით. ანუ ღმერთმა იმდენი რამე გაგიკეთავ, რომ აი უმადური იქნებიო მართლა, განაცოდო კი არ იქნებიო, რომ შენ იღუპები, უმადური იქნებიო, რომ შენ ვერ გადარჩიო და არ გამოიყენე ღვთისგან ბოძებული ის. ისე რომ ადამიანი ახლა კი იმართლებს ხოლმე თავს ჯერ სინდისის და მერე მეზობლების და ბოლოს მოძღვრის წინაშეც, რომ ამიტომ ვერ დავდივარ, იმიტომ ვერ დავდივარ. მაგრამ აი მილიონიდან ის ერთი რო უყურებს, როგორც ახლა მე უჩამიყურებს და ეუბნება, რომ შენ არ ახარ მართალი. კი იმართლებ თავს, გინდა რომ გაიმართლო, მაგრამ არ ახარ მართალი. იმასთან ვერ იმართლებს. კარგით, ახლა ძალიან რო არ გადაგღალოთ, მადლობა უთხრათ ღმერთს.